ოდესღაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდაში არსებული ეს საჯარო ბიბლიოთეკა სოფლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენდა. აქ თაობები წიგნების წასაკითხად და ცოდნის მისაღებად მოდიოდნენ. შენობა მიტოვებულია და დანგრევის პირას დგას. ბიბლიოთეკა თითქმის ცარიელია, წიგნების უმეტესობა სხვა სივრცეშია გადატანილი, ხოლო ის, რაც ადგილზე დარჩა, წლების განმავლობაში დაზიანდა და ნაწილობრივ განადგურდა. სოფელში მცხოვრები ერთ-ერთი ადგილობრივი ახალგაზრდა ამბობს, რომ საჯარო ბიბლიოთეკის არარსებობა მათ შესაძლებლობებს ზღუდავს. დღესდღეობით პრობლემაა, რომ ახალგაზრდებს აღარ შეუძლიათ, რომ ისარგებლონ აქ არსებული ბიბლიოთეკით და უწევთ, რომ რაიონში გადავიდნენ და იქ არსებული ბიბლიოთეკით ისარგებლონ და საკმაოდ სამწუხაროა ეს, იმიტომ რომ მცირერიცხოვანი სოფელი არ არის და რთულია, რომ ამდენ ახალგაზრდას უწევს, რომ ასე ვთქვათ, ყველა ერთად თუნდაც ინდივიდუალურად გადავიდეს რაიონში და იქ არსებული ბიბლიოთეკიდან ისარგებლოს წიგნით. ბიბლიოთეკარის თქმით, სოფლებში ბიბლიოთეკა ყოველთვის მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სივრცე იყო, თუმცა მათი შემცირების გამო დღეს ბავშვებს წიგნებთან მისასვლელად ხშირად შორი მანძილის გავლა უწევთ. მაშინ ბევრი ბიბლიოთეკები იყო, ხო. ბევრი ბიბლიოთეკები იყო, ესე იგი გითხრა ახლა 77 წლიდან მოხდა ბიბლიოთეკების ცენტრალიზაცია და გაიზარდა ბიბლიოთეკების ქსელი ჩვენს რაიონში. ხო და ძალიან ბევრი ისინი ბიბლიოთეკები იყო, მოწინავე ბიბლიოთეკები იყვნენ. არის, ხო, არის სოფლები, ხო გეუბნები, სულ სამ სოფელშია სადღაც ბიბლიოთეკა, მედგან არცად არ არის შვილო. აი სკოლებს შეუერთდა და ვიღაცა მაცხოვრებელი სკოლაში ნამდვილად არ წავა წიგნის გულისთვის, ნამდვილად არ წავა. და თან სკოლა რო იკეთება. მოდიან ხოლმე, აი სოფლებიდან მოდიან, რომ ისარგებლონ წიგნებით. სოფლებიდან მოდიან, რომ აქედან ისარგებლოთ წიგნებით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა სოფელში ისე იყოს. არა, მნიშვნელოვანია, კაცო, მაგრამ მოთხოვნილება, ესე იგი, წიგნის გარეშე ხო წარმოუდგენელია ადამიანის სიცოცხლე და ბავშვებისაც და ახალგაზრდებისაც, რა თქმა უნდა, წიგნის გარეშე. როგორ შეიძლება? რა უნდა ნახო შენ ახლა კომპიუტერში ან ტელეფონში? ისეთი თუ წიგნი არ წაიკითხე. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, არსებული შენობა დიდი ხნის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა, ხოლო მისი ფიზიკური მდგომარეობა აღდგენას მნიშვნელოვნად ართულებს. ეგ შენობა ვინაიდან დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს, აღდგენასაც აღარ ექვემდებარება, დანგრეულია უმეტესი ნაწილი და წიგნები რაც იყო, მათ დაუზიანებელი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული საბჭო, სადაც არის და სოფლის წარმომადგენელი, სადაც ის იქ გადაუტანიათ. დიახ. და სოფელში აპირებენ თუ არა სხვა ბიბლიოთეკის აშენებას დაგეგმილი? ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის, ზუსტად ვიცი ეგ. ასე რჩება სოფელი სივრცის გარეშე, რომელიც წლების წინ განათლებისა და შეკრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი იყო.